ქალაქ რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. განაწილების ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 10 ავტომობილით განახლდა. მანქანის გადაცემა გარდაბანს ნიშნავს იმას, რომ რუსთავის სასწრაფო გარდაბანში აღარ იხსნა აქამდე ეხმარებოდა გარდაბანს. Განუის დროის მომენტი ერთად უკმაყოფილი იყო მოსახლეობა მისლის მომენტის უფრო შემჭირდება. იმის გარდა რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ავტოპარკი ახდება, მაგის გარდა ძალიან საკმაოდ ბევრი სიახლეა, ხდება თანამედროვე აპარატით აღჭურვა ტრანსპორტის, ხდება მედპერსონალის ახალი ფორმით აღჭურვა და ამავე დროს იგეგმება წელს უკვე მათთვის მე-13 ხელფასი და მომავალი წლიდან 30%-იანი ხელფასის მატება. 10 მანქანა გადანაწილდება შესაბამისად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებზე, კერძოდ 3 მარნეულის მუნიციპალიტეტს, 3 გარდაბნის და თითო რუსთავს, დვანის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს.